მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო. მოგიკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ აბა? ხომ ხართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად? აი ესე ავანთე ჩემი ლამაზი სანთელი, ნახეთ, ეს არის და მას თავისი დანიშნულება აქვს. ეს არის პირადთან დაკავშირებით, ამ სანთელს თავის დანიშნულება აქვს და ეს არის ის მეკუთვნის მე და დამჭირდა და შიგადაში გვანთებ ხოლმე. უბრალოდ განახეთ, ეხლა ცოტა ხანში უნდა ჩავაქრო, იმიტომ რომ რიტუალი ჩავატარე უკვე და ეხლა ცოტა ხანში ამ სანთელს ჩავაქრობ, დავიწყებ გაშლას ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში დავიწყებ ამით. ხო, სანთლებს რაც შეეხება, ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ, არის ფინანსზე, არის პირადზე, რიტუალის დროს, როდესაც პირადის რიტუალს ვატარებ, ჩემ თავზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, სხვებზე რო ვატარებ, ის აბსოლუტურად ჩვეულებრივი, ოღონდ სხვადასხვა ფერის სანთლებით ტარდება. ეხლა თუ ამას შეიძენს და კონკრეტულად ამით ენდომება, რომ ჩავატარო რიტუალი, ესეც შესაძლებელია და არც ეგ პრობლემა არ არის, მასში კოდია ჩადებული, ამიტომ იმუხტება კონკრეტულად იმ ადამიანზე, ვინც იძენს სანთელს. დანარჩენი სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, ჩავაქრობ ხა. სხვა შემთხვევაში, ანუ ჩვეულებრივად წითელი, შავი, თეთრი გააჩნია კიდე, ხო? მუშაობს სხვადასხვა ფერის სანთლებით, გააჩნია საქმეს როგორ ჭირდება. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ძალიან ჩაბნელებულია და მე ვფიქრობ, რომ ავანთო. აი, მოდით ამას ავანთებ. და გაგვინათებს, აბა ეს ხორტავდოთ, აი ეს. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, თითოეულ გამომწერს, თითოეულ კომენტარის ავტორს, თბილი სიტყვებისთვის, ზოგადად ვინც პირადში მწერს და კომენტარს ვერ მიდებს და მადლობას მიხდეს, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემო ძვირფასებო. მოკლედ, ხო, სამწუხაროდ ვერ ვდებ ხშირად ვიდეოებს, მიყოლებით არის ახლა ამ ეტაპზე რიტუალები. კიდე წინასწარ უკვე ვისაც უნდა შემდეგი თვიდან უკვე ჩაწერილები, ამიტომ ვცდილობ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, არ გამოდის, პირდებით მალა ვერ გამოდის. არა უშავს, სხვა შორის ჯობია რა ერთი პირადი კონსულტაცია ხოლმე ამდენ საჯაროს ყურებას და სკროლას კი ჯობია, უბრალოდ ეს არის ჩემი პირადი აზრი, თორე რა თქმა უნდა, თქვენი ნებავნება უფლება მაქვს რამე გითხრათ და ამასთან დაკავშირებით, თქვენ როგორც მიგაჩნიათ ერთი წუთით, მე პიჟამოებით ვზივარ, არ შემჩნიოთ. უკვე მეთქი რიტუალი დამთავრდა და ჩავწერო ერთი ვიდეო, თქო და პიჟამოები უკვე ჩავიცვი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ხო, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მაგიას, დაცვას, მოხსნას და ასე შემდეგ და მესამე პირის ჩაკეტებს, მაგ საკითხზე მწერთ პირადში, ფიზიკურად მე აქ დროს ვეღარ დავკარგავ, იმიტომ რომ პირადში მეც იმდენ ენერგიას ვხარჯავ, რომ წერთ ხოლმე და გწერთ, პასუხობთ თანხმოვანებით გწერთ და რა ვიცი. რაც შემიძლია პასუხობთ გულით და სულით და ასევე ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად ვასწავლი 1-1-ზე არანაირი 4, 5 და 10 კაცი. ჩემთან ისწავლება 1-1-ზე ტარო, ინდივიდუალურში აი ესე ვურეკავ და ხან 2 საათი გააჩნია ლექციის დროს, ერთმანეთს ხელს ვუწყობთ, შეიძლება მას არ იცალოს, შეიძლება მე არ მიცალოს, ამიტომ ეს პრობლემა არ არის და ჩემთან დრო განსაზღვრული არ არის და არც დღეები არ არის არჩევითი. მოკლედ, ეს ისე თქმაც მინდოდა. ეხლა მოდით დღევანდელი გაშლა, მეც თქვენთან ერთად უნდა ჩავფიქრო, სიტუაცია, როდესაც ვართ ჩუმად, თქვენს ჩუმად ხართ, ის ჩუმად არის გაბრაზებული, ერთმანეთი რაც დახოცეთ, მიხოცეთ, მოხოცეთ და რაც ხელში მოგხვდათ ვესროლეთ და მთელი ამბები და ნახოთ რა ხდება, ანუ ვიდეოს ალბათ მოვიფიქრებ ბოლოს როგორ დავაწერო, ზოგადად ეხლა ამ წუთას გაშლა იქნება აი იმ სიტუაციაზე, როდესაც ორივე მხრიდან სიჩუმეა, ორივე მხრიდან ძალიან გაბრაზებული მდგომარეობაა და საერთოდ რომელიმე თუ გადმოდგავს და გადადგავს ნაბიჯს და მოკლედ ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი, მამაკაცებო, ვინც მიყურეთ თქვენ საპირისპიროდ, ხო, ჩაიფიქრეთ სიტუაცია თქვენ შორის. მისი დამოკიდებულება თქვენთან დაკავშირებით ეხლა, აი ამ საფრაზების ფონზე, ხო, აი როგგონია რომ ვეზიზღებით ან რა ვიცი მე. მისი შემდგომი ნაბიჯები თუ იქნება საერთოდ რამე და ნაბიჯების შემდგომ.
რჩევის სახით ვნახოთ რას გვეტყვის ტარო. და ვარაუდობ რომ კიდე შეიძლება დავსვა კითხვა და პირველივე არკანი რაც ამოდის ეს არის ხმლების პაჟი და ხუთიანის პენტაკლი კრიზისი თვალიერება სოციალურ ქსელში ან არ ვიცი იყო შემთხვევები რომ ერთმანეთი დაბლოკეთ მიბლოკეთ მობლოკეთ როგორც ხდება სტანდარტულად მაგრამ არ ვიცი სხვისი ფეიკი აკაუნტიდან გითვალთვალებთ თუ რომელი აკაუნტიდან გითვალთვალებთ ფაქტია რომ ეს ადამიანი გითვალთვალებთ ნახოთ რა სიტუაცია და პირველივე არკანი იწყება ოპა ეშმაკის არკანით ჩამოძვირფასება თქვენი სიტუაცია და სასტიკი მიჯაჭვურობით იწყება ურთიერთობა მიჯაჭვურობა რომელიც ძალიან ძლიერი იყო თქვენს შორის მაგრამ სამიანი ხმალი და ხმლების ტუზი ესე იგი ხმლები და ხმლები არ არის კარგი სიტუაცია აქ როგორც ჩანს გონებით არის მიღებული გადაწყვეტილება ზოგიდან ისეთი გადაწყვეტილებაა მიღებული გაბრაზებულზე რომ დახოცეთ ერთმანეთი მერე საპირისპიროთ იმას შეიძლება უნდა და რაღაცა ან კონტაქტზე გამოსვლა ან რაღაც სიტუაციები და თქვენ უკვე ტვინი რო ამუშავეთ აღარ მიეცით საშუალება კი ბატონო მართალიც ხართ რომ გეწყინათ და კი ბატონო რომ ადამიანები ვართ და რაღაცა ისეთი არ უნდა დააშაოს ადამიანმა რომ თქვათ ამ მამაკაცმა რაც გაკადრათ კონკრეტული ისეთი აი რა ვიცი შეიძლება ძალიან ისეთი სიტყვები გაკადრათ მერე ვერც გაიაზრა საერთოდ რა თქვა ალბათ და ამასთან დაკავშირებით უკვე ეხლა უკვე რომ ჩაფიქრდა და მიხვდა გაიაზრა თქვენს გონებით უთხარით არ ვიცი ეთყობა რაღაცა ისე რომ ის კარგად იყავიან როგორც ხდება რა სტანდარტულად არ ვიცი დაახლოებით მაგრამ აქ მე რა ხელა მიჯაჭვურობასაც ხედავ ეს ჯერჯერობით არის ეს ისე რჩება მაგრამ ძალიან დიდი აი არ ვიცი რა ენერგიები არასდროს მტყუნობს ხოლმე რა დროს რაზე უნდა გავშალო რა აი დარწმუნებული ვიყავი რომ დღეს ამ თემაზე უნდა გამიშალა ამ გაბრაზებულ სიტუაციაზე უნდა გამიშალა და არც შემცდარ ვარ აქ ისეთი ჩვეულებრივი ხოცვა-ჟლეტვის სიტუაცია გაიარეთ, მაგრამ მიჯაჭვურობა მაინც დარჩა. ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით მის დამოკიდებულება. კი ბატონო, ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ თქვენ ისე არ შეხვედრილ ხართ და ჰაერზე არ შეხვედრილ ხართ და შემთხვევით არაფერი არ ხდება შემოძვირფასებულ შემთხვევით შეიძლება ადამიანს გუშაში გავლეს დავეჯახოთ. მაინც ეგეც არა, ეგეც სამყაროს მიერ არის. ხო ვიცით რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, მაგრამ აი ამ ადამიანს, რომელსაც თქვენ შეხვდით, აი ამ ადამიანთან რაც გაიარეთ, განვლეს და კი ბატონო ბერჯერ შეიძლება იჭუბეთ ბერჯერ შერიგდით, მაგ არ გეუბნებით რომ წლების ურთიერთობას ხედავ, აქ შესაძლებელია ახალი ნაცნობობა იყოს, მაგრამ შეიძლება ორი დღის გაცნობილი იყოს ადამიანი და აბსოლუტურად უკვე ვიცოდეთ რა გვინდა მისგან, როგორ გვინდა, რანაირად გვინდა და შეიძლება წლები ვიცნობდეთ და საერთოდ ვერ გავიცნოთ ადამიანი, ამიტომ დროის ფაქტორს ნუ მიაქცევთ ყურადღებას. დროს არ აქვს მნიშვნელობა, ორ დღეს შეიძლება მიხვდე რომ შენი ადამიანია, ერთ საათში შეიძლება მიხვდე რომ შენი ადამიანია, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ და ეს ყველაფერი მინდა გითხრათ თქვენთან მიმართებაში დამოკიდებულება ნამდვილად სამყაროსეულად და სამყაროს ასე ვთქვათ დაგაფერთხათ ეს ადამიანი და მას თქვენი თავი დააფერთხა შეგახვედრათ ერთმანეთს და კი ბატონო ეტლის არკანით აქ მე ვფიქრობ და ვარაუდობ თქვენთან დამოკიდებულებაში რაღაცა უნდა დაქოქოს, რაღაცა უნდა დაძრას, რაღაცა სიტუაციურად უნდა წამოვიდეს, იმიტომ რომ უკვე ორი ტუზი მიზის მაგიდაზე და ეს ტყუილად არ მომხდარა, აქ მინიშნებებია პლუს ამას ეშმაკის არკანით იწყება, აქ ძალიან დიდი ვნება, სექსუალური კუთხე, მიჯაჭვულობა იქ რამეში გაუჭირდა, იხმარებოდით ერთმანეთს გარშე ფაქტიურად ვერ იყავით და ვერ ცხოვრობდით, მაგრამ ნუ მოხდა ასე, ხო? როგორც ხდება, კი ბატონო, ეშმაკის არკანით ის არ არის გამორიცხული, რომ რაღაცა იყო მაგიური ჩარევები, ესეც ხდება. კი არა, ხდება, კი არა, მაგის მეტი არაფერზე არ ვმუშაობთ, ჩემთან ისეთები ხდება და ისეთებს ვიგებ. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, აქ კვერთხების ტუზი, აქ ხმლების ტუზი, აქ თქვენ დამოკიდებულება და მე ვფიქრობ, აქ შესაძლებელია რაღაცეები შეიცვალოს, ნახოთ მისი ნაბიჯები. მეც თქვენთან ერთად აფორიაქებული ვარ, ცოტა აღელვებული ვარ და შესაბამისად სამწუხაროდ და რო დავიწყე ვიდეო ჩაწერა, იმდენი ვერ ვისაუბრე და იმდენი მადლობა ვერ გადავიხადე, მე მაპატიეთ, ხო, ნუ რაღაცეები ხდება ჩემთანაც, ამიტომ ყველასთან ხო ადამიანები ვართ და მეც ასე ვთქვათ, თქვენთან ერთად ჩავიფიქრე ახლა. ხო, ამიტომ არა უშავს გამოვასწორებ შემდეგი ვიდეო ვფიქრობ კიდევ უკეთესი იქნება. ასევე ხო ნუ რაღაცა თემები მინდოდა განმეხილა, მაგრამ გადავდე. სხვა დროს როცა ვიქნები ასე ვთქვათ ემოციურადაც მზად რომ
გესაუბრებით ხოლმე, ისე გესაუბრებით შემდგომში, ახლა ფიზიკურად მხოლოდ ვიდეოს ესეთი ენერგიები მქონდა, რომ მარტო ვიდეო ჩამიწერა. ასე ხა თქვენთან დაკავშირებით ნაბიჯები და თქვენთან და პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ არ ვიცი რა მტყუან მართალზე იყო ლაპარაკი, არ ვიცი რა აი როგორ გითხრათ, არა შენტყვი, არა იმანესე მითხრა, არ ვიცი ვინ ყავდათ საერთო ვინმე რამე ამბავი მოგიტანათ რა მოხდა, აქ რაღაცა მტყუან მართალზე იყო საუბარი და აქ ეს ადამიანი ცდილობს რომ თქვენთან მართალი იყოს, ამიტომ მისი ნაბიჯები მე ვფიქრობ რომ ჯერჯერობით შეიძლება კი რაღაცა მელიურ სიტუაციას გავს და მელიასავით მდგომარეობას გავს, მაგრამ აქ ცოტა ძალიან არის გაბრაზებული, ხო, რა ძალიან იჩხუბეთ. ამიტომ არ ვიცი, ნახეთ მელიასავით კი წავიდა და მე ვფიქრობ რომ თქვენ გამოიჭირეთ მელიასავით რომ წავიდა, ამაზე თუ გაგიშლეთ და გაღიზიან და არ არის გამორიცხული სადმე დაგხვდეთ. ნახოთ მისი კიდე ნაბიჯები, მაგრამ ამ ადამიანს უნდა რომ მართალი იყოს თქვენთან, არ ვიცი რა განხილვა იყო, რაში უთხარით რომ ტყუოდა და რაში არა. მე რიტუალის მერე ხოლმე ეგრევე მეცინება, კარგია რომ მოვასწარი ვიდეოს ჩაწერა. ეხლა ნახეთ რა ხდება, კიდევ ამოვიღე ნაბიჯები და კი ბატონო სულელის არკანით არ გამოურიცხავ აქ, რომ ამ ადამიანმა ცოტა ტვინის განძრევა დაიწყოს, ცოტა გონების განძრევა დაიწყოს, მიუხედავად ჩხუბისა, მიუხედავად ამხელა კონფლიქტისა თქვენ შორის, აი ნახეთ როგორ დგას და ცდილობს რომ რაღაცეები შეცვალოს, არ ვიცი რა შეცვლის, არ ვიცი რა სიტუაცია შეცვლის. არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება, მაგრამ ადამიანი როდესაც ესეთი გაბრაზებით გშორდება და ადამიანი ზოგჯერ მიზეზზე არის, კი შეიძლება მე იმას არ ვიცახი, რომ უმიზეზად ვინმე ჩხუბობს, ხო? თქვენს მიზეზი გქონდათ მასაც, მაგრამ ორი ადამიანის ურთიერთობა იმას ნიშნავს, რომ რაღაცა უნდა დავთმოთ, რაღაცა უნდა გადავყლაპოთ, მაგრამ ბოდიში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ თავზე გადაგვიაროს და ჩვენ ეს ყველაფერი ჩავყლაპოთ. და თუ რაიმეს ყლაპავთ, კონკრეტულად გეუბნებით, ვინც ტყუი ხართ იმათთვის გასაგონათაც და ვინც ტყუის და მამაკაცები ვინც მისმენთ და ვინც ტყუის, ორივე ქალებიც და მამაკაცებიც, ანუ ვინც ტყუის იმათ გასაგონათ. ამიტომ თუ ჩვენ რაღაცას ადამიანები, რომელიც მართალი ვარ ადამიანი და მე რაღაცას ვყლაპავ, მიუხედავად იმისა, ხვდები შე რომ მატყუებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვარ დებილი და დამატებილებ, ძალიან კარგად ხვდები და ვიაზრებ ყველაფერს, უბრალოდ მე არ მინდა რომ ურთიერთობა დავკარგო და მე ამ ურთიერთობას ფარივით ვიცავ და შესაბამისად ისევ შენთვის და ჩემთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს. ნახეთ, აი ეს მინდა ეს ინფორმაცია გადმოვიდეს თქვენზეც და გაიაზროთ ეს ყველაფერიც. თქვენ თუ ხართ დამნაშავე, თუ ის მამაკაცია დამნაშავე, კი ბატონო, იმის საყურადღებოთ და არ აქვს მნიშვნელობა ქალი და კაცი. ერთი შეიძლება ყოფილიყო დამნაშავე და მეორეც. ამიტომ რაღაცას რომ თქვათ, ტყუი ვარ და რაღაცაში რომ საუბრობთ, რომ აი უკესრავად რომ მე ამაში მოვტყუდი და ხო ნუ რაღაცა და ჯერ ის რომ აღიარება არ შეგვიძლია, ბოდიშის მოხდა არ არის სირცხვილი, აღიარება არ არის სირცხვილი, ჩემო ძვირფასებო, პირიქით. როგორ შეიძლება რომ შეგრცხვეთ, ხო? მე რა მოხდა, მეც ასეთი ვიყავი, მე ფეხს თუ არ დავადგავდი შემთხვევით ვინმეს ქუჩაში, ბოდიშს არ ვიხდიდი ხოლმე. მაგრამ დავიწყე შემდგომ ბოდიშების მოხდა, ალბათ ერთი 10-12 წელია მე რაც ბოდიშს ვიხდი, იმიტომ რომ მე ჩემ თავთან ვიმუშავე. ამიტომ ასე არ შეიძლება ორი ადამიანის ურთიერთობაში მე მესმის ხო რომ ერთმა სულ არ უნდა აკეთოს, ორივემ უნდა აკეთოს. მე არ ვიცახი რომ კონკრეტულად მე ორივემ ერთნაირად, მაგრამ როცა რო ქალი ამდენს აკეთებს და შენ არაფერს არ აკეთებ და პირიქით მიზეზზე ხარ და ეს მელიასავით გარბი ხარ, ხო? და კიდე აქეთ ახარ გაბრაზებული ბოდიში, მაგრამ ყველაფერს თავის საზღვარი ზომა და წონა აქვს. ნახოთ რას გურჩევს ტარო. ეჭვიც არ საოცრება. არა უნდა დაგანახოთ ის რა ხდება. ძალიან ბევრი კოლეგა მიყურებთ, მოგესალმებით და ასევე ახალი გოგოები, ვისთანაც დავიწყე ტაროს შესწავლა. ეხლა შეხედეთ რა არის საოცრება, იმპერატორი, ქურუმი და მაგი. მოდით პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ძალიან ბევრი მაგიის ქვეშ ურთიერთობები იმყოფება. ასევე იმასაც გეტყვით, რომ ვისთანაც უკვე მუშაობა დავიწყე, კი ბატონო, ესეც არის ერთგვარი ნიშანი, იმიტომ რომ რჩევაში გეუბნებათ, რომ სწორად იქცევით, ნახეთ, სწორ ადგილას ხართ. ჯერ პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ კი ბატონო, ქურუმი ხართ და კი ბატონო, იშვიათად რომ მამაკაცმა დაივიწყოს ესეთი ქალი, მაგრამ ქურუმი და მაგი ერთად რჩევაში პლუს იმპერატორი, ეს ამ ადამიანს არ დაკარგავთ, არც არ დაკარგავთ თქვენ, უბრალოდ დრო ჭირდება ამ ყველაფერს და პირდაპირ ერთი-ერთში მიჩვენა, აი თქვენ თვალწინავთ შეხეს საოცარია ტარო, ერთი-ერთში მიჩვენა, რომ ეს ადამიანი მაგიის ზემოქმედების ქვეშ არის. მე არ გეუბნებით ყველა, საჯაროა გაშლა, ხო?
ნახევარზე მეტი შეიძლება, იმიტომ რომ რჩევაში მეუბნება, რომ ჩართე დაეხმარე ადამიანს, ნახე, ჩაერთე და დაეხმარე ადამიანს. ეგ რას ნიშნავს? ამ მდგომარეობიდან გამოიყვანე. შავმაგიასთან არ ვმუშაობ, ამ თემაზე საუბარი არ მინდა, ერთი და იგივეს ვიმეორებ ხოლმე. პირადშიც რომ წერენ, კიდე ერთი და იგივეს მეუბნებიან. იქაც ვიმეორებ და ძალიან ცუდია, ხო? ნუ გამამეორებინებთ, შავმაგიასთან არ ვთანამშრომლობ, შემოძვირფასებო, მყავს მეგობრები, კი ბატონო შეიძლება, მაგრამ პირიქით ისინი წმენდებს ჩემთან აკეთებენ, იმიტომ რომ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. მოიყვან ჩავი მაგით 2 დღეში უკან წავა. ამიტომ ნახეთ ზუსტად რის კონდეტოთ ყვილატყრით ამხელა თანხას. აი ხა ამ ადამიანთან მუშაობაა საჭირო, სწორი მიმართულებაა საჭირო, სწორი გადაწყვეტილებაა საჭირო, ცოტა გონების გამოფხიზლებაა საჭირო, გამოძახების გაკეთებაა საჭირო, დაცვის დადება. ნახეთ რჩევამ რა გითხრათ, ერთ-ერთში გითხრათ იმპერატორია, ამ ადამიანის დაკარგვა არ გიღირთ, იმიტომ რომ კარგი ადამიანია და ცუდი ადამიანი არ არის. კიდევ ვიმეორებ, საჯაროა და ყველაზე არ რეზონირდება, მაგრამ აუცილებლად შემოძვირფასებო, თუ ვინმე ისეთი მიყურებთ, ვისთან მუშაობ, მათ არ გეხებათ, იმიტომ რომ მუშაობის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, ვისთანაც არ არის არაფერი დაწყებული, ვფიქრობ, რომ აქ ერთი ვარიანტი არის ის, რომ კი, როგორც ქურუმი, როგორც იდუმალი ქალი იზიდავთ, გიყურებთ, ანუ არ ვიცი, გიშდება თქვენზე, მაგრამ მეორე ვარიანტად რჩევაში ყველა ვარიანტში, როგორც იმპერატორი, რომ თქვენს გვერდით გინდათ იყოთ, მაშინ უნდა დაეხმაროთ ამ ადამიანს, ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეს. ისევ თქვენთვის ვიძახით, ორი ჩათვალეთ, რომ ანუ ძალიან რთული, ანუ ზოგს გონია, რომ კი რიტუალებს ვაკეთებენ და თვითონ უგდებენ და ლოცვებს აკითხინებენ. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს ვაკეთებ მე სხვის მაგივრად, ხო? რეალურად ეს ყველაფერი ჩემზეც ხო გადმოდის, როგორი ნეგატივი გადმოდის. ამიტომ ნახეთ რის თქმა მინდა, ესე მარტივი არ არის, ესე რომ 2 დღეში და всё, გაიწმინდა არა, ეგ არის დიდი ტყუილი 2 დღეში არავინ არ იწმინდება. ამას ჭირდება აუცილებლად დრო. 2 სავსე მთვარის პერიოდი ჭირდება, რომ რიტუალები ჩატარდეს, პლუს ამას მოხსნა ჩატარდეს, პლუს დაცვა და გამოძახება. აი ნახეთ რამდენი ინფორმაცია და ყველაზე მთავარი დაცვა კეთდება ჩემთან ძალიან ძლიერ ნივთზე. გამორიცხულია, რომ ვინმე რამე გააკეთოს. თუ ვინმე რამეს გააკეთებს, ის აიღებს მის თავზე და მას, ანუ და ის გასკდება კონკრეტულად ის ნივთი და იმ ადამიანს დაუბრუნდება უკან. აუცილებლად და თქვენივე თვალით დაგანახებთ საყარო რო იცოდეთ. მოკლედ ეს მინდოდა დღევანდელ გაშლაში ნაბიჯებში დიდად რო გითხრათ რომ რაღაც ჩანს არ კი რაღაც მუშაობის პროცესი მიმდინარეობს შევაჯამოთ ხო ნაბიჯებთან დაკავშირებით რაღაცა სულელი სარკანით რაღაცა უნდა ახლიდან და ეხა აღარ გამოვა იმიტომ რომ ძალიან დიდი ჩხუბი ვიგაიარეთ ურთულესი ანუ არ ვიცი, წეწვა, გლეჯვა, ხოცვა, თუ რაიმე არსებობს, მაგრამ აქ იმხელა მიზიდულობას, აქ იმხელა მიჯეჭულობას ხედავ, ესე მარტივად თქვენ არ დაშორდებით, აქ თვალთვალსაც ხედავ და ყველაზე მთავარი რჩევაში, იმპერატორია, თქვენი იმპერატორებს ვერ ვივიწყებთ, შემოძვირფასებო იმპერატორის დავიწყება ურთულესია ამის გარანტიას მე გაძლევთ სამწუხაროდ რა ვქნათ ესეა ვერ ივიწყებ რომ სხვასთან იყო მე მაინც ის ყოველთვის გახსენდება და ადარებს სამწუხაროდ ეს სიტუაცია მაგრამ ყველაზე მთავარი ქურუმმა და მაგიმ დადო ბეჭედი აქ რომ ამ ადამიანს ანუ ვისთანაც რაღაცა გაურკვეველი მოხდა და აიხვარი რომ უმიზეზოდ ზოგი ვერც მიხვდით რატო წავიდა და რატო იჭხუბეთ და მთელი ამბები ამასთან პირდაპირ გეუბნებით ერთ-ერთი მაგიური ზემოქმედება აქ პირდაპირ გეუბნებით გააქტიურებულია სამყარო, გააქტიურებულია სიტუაციები და ძალიან მოქმედებს, თითოეული სიტყვა მოქმედებს, თითოეული სიტყვა მიდის სამყაროში. ძალიან დიდი ძალა აქვს სიტყვას და წარმოიდგინეთ, ვინც ახლა მაგიურად ზემოქმედებს ამ ადამიანზე, რა მდგომარეობაშია, ხო? არაფერი ვეხმარებით, ლოცვებით გამოვა, პლუს ამას დაცვა დაიდება და გამოძახება გაკეთდება ყველა ვარიანტში და შემდგომ უკვე ამ ნივთებს ხოლმე მე თვითონ გვხვდებით და გაწვით, ვინც ემიგრანტია, იმას ვუგზავნი და რაც საჭირო ამათ მაგივრად მე ვაკეთებ, დანარჩენ ნივთებს ვუგზავნი და აი აქვე დავძენ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მადლობა ემიგრანტებს განსაკუთრებული მოკითხვა და განსაკუთრებული მადლობა, რომლებიც არც მადლიერებას იშურებენ და აი არ ვიცი, საყვარლები ჩემი, აი არ ვიცი, ისე მიყვარს. ჩემი ძვირფასი ხალხია ემიგრანტები და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან, ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარლებო, ჩემო მშრომელებო, ყველა მშრომელები ვართ, მოდით მაგაზე ხა არაფერი არ დაწეროთ კომენტარში, მე მაგით არ მიგულისხმია.
აქაც ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე და ემიგრანტები, რომლებიც ჩამოდიან, თითქმის ყველას ხვდები, გავიცანი, აი არ ვიცი, საოცარი ურთიერთობა და ემოცია. მოკლედ, გელოდებით პირადში, აი იმდენ საჯაროს და ნერვების გლეჯვას და ყოველდღიურად ჩართვას საჯაროს ქროლას გირჩევნიათ ერთ პირადი კონსულტაცია. პირადში მწერთ ნომერს მე მოგწერთ, YouTube-ზე ვიდეოს ბოლოში ლინკშია ჩემი ტელეფონის ნომერი და WhatsApp-ზე მწერთ აუცილებლად. WhatsApp-ი და Telegram-ი მაქვს, Viber-ი დროებით აღარ მაქვს. ამიტომ ეს მინდოდა მეთქვა, აქ არ ვიცი, შერიგება რამდენად აქ რჩევაში მოდით ნახოთ შერიგება იქნება თუ ანუ შეხვდებით, მოდით ესე ვთქვა, შერიგება რა, თუ შეხვდებით ერთი ტრანსფორმაციები ჩაერთო. ეხლა უკვე ჩაერთო ტრანსფორმაციები, 8,000-ით ურთიერთობა გასულია, სიკვდილის არკანი ტრანსფორმაცია ჩაერთო. კრიზისული პერიოდი გვაქვს, ნახოთ შეხვდებით, ერთი შანსი მიეცემა. ზოგს მიეცემა ერთი შანსი, მაგრამ 5,000 მიხურავს მაინც. სიტუაცია არ ვიცი რამდენად განეიტრალდება, მაგრამ რაღაცა ერთი შანსის ლაპარაკი. მე ვფიქრობ, აქ ერთი საუბარი უნდა შედგეს. არ ვიცი ტელეფონით იქნება, არ ვიცი დარეკვით იქნება და არ ვიცი შეხვედრით იქნება, მაგრამ აქ ერთი შანსი იმაში იქნება. საუბრები იქნება, ის წოდეთ და 5,000-ით ხო, მაინც არ გეუბნებით, რომ კარგად დასრულდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს საუბარი ღირს. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, გელოდებით პირად შეტყობინებაში დროებით, პირად კონსულტაციებზე დროებით. ასევე ტაროს შესწავლასთან დაკავშირებით უკვე ავიყვანე რამდენიმე გოგო და რაც მალე მით უკეთესი, რომ მე უკვე რო ივსება ხოლმე ფიზიკურად მეც მიჭირს, ხო, იმიტომ რომ ვერ ვქაჩავ ამდენი საქმე ერთად. დანარჩენი პირად შეტყობინებაში მწერთ. ეხლა დაგემშვიდობებით დროებით, მიყვარხართ ყველა.